ახალი პოლიციის მანქანები ალბათ ნახეთ AMG GTS-ი, S60 F1 და Porsche-საც კი მოვყარით თვალი. ხო და ამის შემხედვარი გამოდის, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტრო საბოლოოდ გადავიდა ჭკუიდან და ჩათვალა, რომ 1000 ლარის საშუალო ხელფასის და 600.000 სოციალურად დაუცველის პირობებში ამ მანქანების ყიდვა კარგი იდეაა. ან ესაა ზუსტად ის წართმეული მანქანები, რომლებიც თითქოს ხმაურის გამო მიყავდათ და ისინი კანონიერად გაყიდვის მაგივრად აქციის პოლიციის მანქანებად. არც ისე და არც ასე აი ეს არ შეიძლება. ჩვენ არ ვართ დუბაიში. ამ 4 მანქანის ფასი ჯამში არის დაახლოებით უხეშად რომ ვთქვა $250,000-მდე, რაც არის 675,000 ლარი. და ამ ფულით მაგალითად შეიძლება რამდენიმე ორმოს ამოვსება გზებზე და ბარიგების საიტის რეკლამის ქუჩებიდან წაშლა. ასევე მანქანები ჭკუიდანაა გადასული თბილისის მერიაც, რადგან 100 მანქანას ყიდულობენ 7,432,000 ლარად. თან ეს ამხელა ფული იხარჯება ბიუჯეტიდან. ანუ ხალხის პატიოსანი შრომით და გადასახადებით შეგროვებული ფულიდან. და წარმოიდგინეთ, რომ 2025 წლის ბიუჯეტიც ვერ იკმარეს ამ მანქანების საყიდლად და 2026 წლის ბიუჯეტიდანაც კი გამოყვეს ფული. მერიას ეს 100 მანქანა არ სჭირდება საერთოდ არაფერში, მაგრამ სამაგიეროდ 4,432,000 ლარად შეიძლება მაგალითად 7-მდე ავარიული სახლის გარემონტება და 35 ახალი ავტობუსის ყიდვა თბილისისთვის. ისიც ავტობუსის გაჩერებებზე ლოდინის დროის შესამცირებლად. ხო და ბოლოს პოლიციელებო და მერიის თანამშრომლებო, იცოდეთ რომ არაფერში კარგიათ ეს დროებითი მანქანები. მანქანები, რომლიდანაც ყველაზე კარგები შეყიდვის დროს მაინც თქვენს უფროსობას მიაქვს და თან ამ მანქანების ყიდვისას თქვენი უფროსობა ამ ფულის უდიდეს ნაწილს ტეხავს. მაგრამ თან გავალებენ და გაკეთებინებენ 1000 საზიზღრობას, როცა ისინი ამ დროს ჭამენ, ცხოვრობენ, შენ კი უბრალოდ არსებობ. კორუფციისგან თავისუფალი და პატიოსანი შრომით აშენებული ქვეყანა, სადაც იქნება ღირსეული ანაზღაურება. აი ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ თქვენთვის. და გთხოვთ დამიჯერეთ ასეთი საქართველო პირველ რიგში თქვენ უნდა გინდოდეთ თქვენთვის, რაც მთავარია თქვენი შვილებისთვის.